ჩიჩილაკი აგუნას გადაწახილი ტრადიციული გობი სადღესასწაულო სუფრა, სადაც აუცილებლად უნდა იყოს ნახევარმთვარის ფორმის გურული ღვეზელი. გურია კალანდობისთვის ემზადება რა წესჩვეულებებით და ტრადიციებით ხვდებიან ძველი სტილით ახალ წელს გურულები. ვნახოთ გვანცა ჩარგაზიას და ზაზა ძიგოშვილის სიუჟეტში. აბა ვნახოთ. თოიძეებისა და ხავთასების ოჯახში კალანდის სამზადისი ჩიჩილაკის გამოთლით იწყება. დღესასწაულის მთავარ ატრიბუტს 25 წელზე მეტია თათია ხავთასი დედასთან ერთად ამზადებს. ზუსტად იმ ტრადიციების დაცვით, როგორც ეს ბაბუა მასწავლა. ჩვენი ოჯახში კალანდის დღესასწაული იმით იწყება, რომ აუცილებლად ვაკეთებთ ჩიჩილაკს. ეს ტრადიცია ბაბუას განმომდევს. მე კიდე 25 წელია რაც ვაკეთებ ჩიჩილაკს. 9 წლის ვიყავი, როცა ბაბუა მასწავლა ჩიჩილაკის გაკეთება. ტრადიციულად ჩიჩილაკი თხილის ჯოხისგან მზადდება. თათია ხავთასის სპეციალური დანი ჯოხის ბოლოდან კანს წვერისკენ აათლის, რომელიც თხელ ბურბუშელებად და ლამაზ ხვეულებად იქცევა. თავზე ჯვრის ფორმას უკეთებს, რთავს სუროთი, წითელი კურკანტელით და რა თქმა უნდა ტკბილეულით. ბაბუა ჩემისგან გადმოცემით ვიცი, რომ ჩიჩილაკი წმინდა ბასილის სახელთან არის დაკავშირებული. მისი თითოეული ხვეული წმინდა ბასილის წვერს განასახიერებს. ჩიჩილაკი ჩვენი ოჯახისათვის არის ხვავის, ბარაქის, ყველაფერი კარგის მომტანი და ძალიან მიხარია, რომ ყველა გურულის ოჯახში არის ჩვენი გაკეთებული ჩიჩილაკი. და მათ ოჯახებშიც შეგვაქვს ეს სიხარული, სიყვარული, ბედნიერება, ხვავი და ბარაკა. სალუქვაძეების ოჯახში კალანდისთვის ტრადიციულად გობს ამზადებენ. სამზადიში ყველა ჩართულია. ეკა სალუქვაძე გურულ ღვეზელს აცხობს, რომელიც აუცილებლად უნდა იდოს ხონჩაზე. აი ამბავია გურიაში კალანდა. ჩვენც განსაკუთრებულად გვიხარია აი დღეი. რა თქმა უნდა, ღვეზელს ჩვენ შობას ვაცხობთ გურიაში, მაგრამ წარმოუდგენელია ხონჩა გურული ღვეზლის გარეშე და ჩვენც აუცილებლად ვიწყებთ ამის მომზადებას. ვიღებთ ყველს, კარგად, ლომად, გურულად, პარიფათიანად ჩავალაგებთ მოხარშულ კვერცხს, რომელიც არის ახალი სიცოცხლის სიმბოლო. გურულ ღვეზელს აუცილებლად უნდა ქონდეს ფორმა ნახევარმთვარის. იმიტომ რომ ეს არის ტრადიციულად ასე წვება და ასე კეთდება. ღვეზელთან ერთად გობზე ათავსებენ მოხარშულ დედალს, გურული სუნელით შეკვაზავს. ლანა სალუქვაძე მას ზუსტად ისე ამზადებს, როგორც ბებია მასწავლა. მე ვაკეთებ დედალს მოხარშულს, გურული სუნელით შესრულებულს. ქათამი უნდა იყოს აუცილებლად ცხელი, რომ ეს სუნელების გემო კარგად გაუჩნდეს. ვაკეთებ ისე, როგორც აკეთებდა ბებიამ როგორც მასწავლა და ყოველთვის განსაკუთრებულად გემრიელი გამოდის. გობისთვის ყველაფერი მზად არის. მის აწყობაში ოჯახის ყველა წევრი იღებს მონაწილეობას. სწამთ, რომ რაც უფრო სავსე იქნება ხონჩა, მით უფრო ბარაქიანი და კარგი წელი ექნებათ. ტრადიციულად, რასაც ვამზადებთ გობისთვის, უკვე მოვამზადეთ, დედა მაგერ ღორის ხორცი მოხარშა, ჩურჩხელები ამოავლო, ჩემმა დაიკო ქათამი შეასუნელა, მე გურული ღვეზელი გამოაცხვე და ეხლა დავიწყებ მე გობის აწყობას. ტრადიციულად აუცილებლად პირველ რიგში გურული ღვეზელი უნდა იდოს. ლანა აგერ დედალს დააბრძანებს. ღორის ხორცი აუცილებელი ნაწილია ჩვენი გობის, ჩურჩხელები, ხილიც დავალაგოთ და სამფელი აუცილებლად უნდა ავანთოთ. რაჯობია გურულ ღვეზელს, კაი გოგოს გამომცხვარსო, ერთი გაიგრივან ჯული,
დამშვენებს ეს ზოგარსოდა ერთი გაიგრიმან ჯული დამშვენებს ეს ზოგარსოდა ასპინძელო აგენი თუ ასახებიო ასპინძელო მეთქი ორჯანდი ალილო და ვოზდა ხუცა ქრიშობის ვედა აი ალილო რომელი ხარ მეგულები ვართ მეგულები გამოგახვერე სიხარული დღეგდელება ჯანმრთელობა სიუხვე ბარაკა ასეთქვი კაცო რავალ შევაკალანდა რავალ შევაკალანდა გეიხარე ჯანმრთელობა ხალხო ოჯახში მეკვლე ალილოს სიმღერით, ხილითა და ტკბილეულით სავსე კალათით შემოდის. სანამ სუფრას მიუსხდებიან, მრავალ ჟამიერი სრულდება. კალანდა გურულისთვის იგივე ძველი ახალი წელიწადი დიდი სამძნილო საქმე იყო. გურული ყოველთვის ფიქრობდა, რომ როგორც კალანდას გაითენებდა ხვავით და ბარაკით, ასეთი ხვავრიელი იქნებოდა მთელი მომავალ წლამდე. ამიტომ მთელი ერთი კვირის მანძილზე ნათლი ღებამდე გოდრით დგამდა სურვილებს. მთელი ოჯახი დილით, შუადღეს და საღამოს დაილოცებოდნენ და სულ ილოცებოდნენ, რომ ბედნიერი ახალი წელი და უხმოსავლიანი და ბარაკიანი ყოფილიყო. მეკვლე დიდ რამეს ნიშნავდა გურულისთვის, როგორი ფეხადიც მეკვლე იქნებოდა, ისეთ სწამდა გურულს, რომ ისეთი კარგი ბედნიერი ახალი წელი იქნებოდა იმ წელიწადს. როგორც ბიძინამ ჟავია გვიყვება, დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია აგუნას გადაძახილი, რომლის გარეშეც გურიაში კალანდა არ დგება. როცა კალანდა გათენდებოდა, ოჯახის უფროსი აიღებდა კოვს ხელში, შვამარანში დადგამდა, დაისხამდა ღვინოს და დაილოცებოდა. მიაყოლებდა ერთნაჯერ ხაჯაბურს და გადასცემდა მეორეს. აგუნას გადამძახებლები ახალ ლექსებს იგონებდნენ, მაგალითად იყო ასეთი ჩემს ყურძენზე ყურძენიო, ტრის ყურძენზე ფურცელიო. ჩვენს მამულში გოდორიო, ტრის მამულში კიმპალიო. ჩვენს ქალებს ჩერია კვირისთავიო, ტრის ქალებს ჩხირი და ვირისთავიო. და ასეთი აგუნას თქმელი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი ლექსებით. შევაძახოთ ერთი აგუნა. Ashana, Galemeya.